ჩემი და წიგნების ურთიერთობა რეალურად საკმაოდ პატარა ასაკიდან დაიწყო. დედა მიკითხავდა ხოლმე. და მასწავლიდა სადღაც 3-4 წლის რა ვიყავ უკვე წერა კითხვას. და მაგიტომ ბაღში მახსოვს ძალიან კარგად ერთადერთი ვიყავ, ვინც წერაც და კითხვაც იცოდა. და პირველი წიგნი, არა მოთხრობა ან რაღაცა მცირე ზომის ნაწარმოები, მართლა წიგნი ეს იყო ოცეულა, რომელიც წავიკითხე დედაჩემის რეკომენდაციით და იქიდან მოყოლებული ძალიან აქტიურად უკვე განვაგრძე წიგნების კითხვა. ნუ დღემდე ბუნებრივია. ამიტომ ხო, ბუნებრივია რომ უკავშირდება ბავშვობას. წიგნები უკავშირდება დედას, რომელმაც შემაყვარა წიგნებთან ურთიერთობა და ნუ დღემდე ესე გრძელდება. როდესაც წიგნთან დაკავშირებით საუბრობთ, ცოდნასაც და სიამოვნებასაც მე პირადად ერთდროულად ვიღებ. მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი და გავიაზრე ისიც, რომ მხატვრული ლიტერატურა მხოლოდ სიამოვნებისთვის არ არის და ბუნებრივია ცოდნის მიღებასთანაც ასოცირდება და საკმაოდ ბევრი ნაწარმოები არსებობს მსოფლიო ლიტერატურიდან, რომელიც თავისთავად ისეთ იდეებს ეფუძნება, რომელთაგანაც უბრალოდ შეუძლებელია რაღაც ცოდნა ვერ აიღო და შესაბამისად დღეს მე უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვკითხულობ არა მხოლოდ სიამოვნებისთვის, არამედ ცოდნის მიღებისთვისაც. წიგნების კაფის იდეა დაიბადა ჩემი ბლოგიდან, რომელიც მე მგონი თითქმის 1 წელია უკვე რაც მაქვს. და დაიბადა პატარა ბიზნეს იდეა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მიყვარს წიგნები და წიგნებზეც აქტიურად საუბრობ სოციალურ ქსელებში, გადავწყვიტა, რომ წიგნების კაფე შემექმნა. ეს ოცნება ბავშვობიდან მქონდა სხვათა შორის, მინდოდა ქონოდა სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებდნენ საკუთარი აზრების მიმოცვლას წიგნებთან დაკავშირებით, შეიძენდნენ წიგნებს და ნუ სიმყუდროვეც ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მსგავსი ტიპის სივრცის შექმნის დროს. ყველა იმ ადამიანს, რომელიც წიგნს არ კითხულობს, ან იშვიათად კითხულობს, ვეტყოდი, რომ ძალიან დიდ რაღაცას კარგავს პირველ რიგში, რაც გამახსენდა. ერთია რომ მე ფიზიკურად ვერავის ვერ მოვანდომებ და ძალით ვერავის ვერ დავსვამ და ვერ წავაკითხებ, იმიტომ რომ თუ სიამოვნებას არ იღებ, უბრალოდ ფუჭია იმ წიგნის კითხვა. მაგრამ მინდა იცოდნენ, რომ მართლა დიდ რაღაცას კარგავენ. იმიტომ რომ აი თითქოს ორი თვალი გაქვს და აი რაღაც მესამე თვალს კარგავ აი სადღაც არ ვიცი, იმიტომ რომ იმ თვალით შენ უყურებ გარესამყაროს სხვანაირად წიგნის კითხვის პროცესში და საკუთარ თავსაც სხვანაირად, იმდენად ბევრ რაღაცას სწავლობ და იმდენად ბევრ ახალ რაღაცას იგებ, როგორც სხვაზე, ისე შენზე. ამიტომ რაღაცნაირად საკუთარი თავის შეცნობის შანსს უშვებ ხელიდან, რაც იმდენად საინტერესო პროცესია, რომ მენანება იყოს ადამიანი, არსებობდეს ადამიანი და არ გქონდეს ეს ძალიან ლამაზი და საინტერესო გამოცდილება.